შეგვიძლია დავიწყოთ მოგესალმებით კოლეგებო, მივესალმები მოხსენებლებს. ჩვენ ვიწყებთ აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომას. დღის ეს რიგით გათვალისწინებული გვაქვს ორი საკითხი. პირველი საკითხი ეხება საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს. მოხსენებელი გახლავთ ბატონი გიორგი კაკაურიძე და მეორე საკითხი გახლავთ ასევე მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ. ასევე მოხსენებელი გახლავთ ბატონი გიორგი კაკაურიძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე. პირველ რიგში მინდა გთხოვოთ დავამტკიცოთ დღის ეს რიგი. მადლობა და შეგვიძლია დავიწყოთ სხდომა და საკითხის წარმოდგენა. ბატონო გიორგი, გისმენთ. დიდი მადლობა, მოგესალმებით. წარმოგიდგენთ ინფორმაციას 2024 წლის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით. დავიწყებთ თქვენს დებატით ეკონომიკური პარამეტრების შესრულებით. მოგეხსენება ჩვენ გასული წლის ბიუჯეტი დავგეგმეთ თავდაპირველად 5.2%-იან ეკონომიკურ ზრდაზე. ეს იყო პროგნოზირებული და დაეფუძნა ბიუჯეტი. შესაბამისად, მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი განსაზღვრული იყო 86 მილიარდი ლარის ოდენობით. ვალის მოცულობა ჰქონდა პროგნოზირებული მთლიანი შიდა პროდუქტთან მიმართებაში 36.8%-ის ოდენობით, ხოლო დეფიციტი იყო 2.5%. რაც შეეხება უკვე წლის განმავლობაში შეცვლის სიტუაციას, ჩვენ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპები ჰქონდა. პირველ კვარტალში იყო 8.7%, შემდეგ 9.7%, 11% იყო მესამე კვარტალში და 8.3% იყო მეოთხე კვარტალში. ჯამში ამან მოგვცა 9.4%-ის ეკონომიკური ზრდა, რამაც რა თქმა უნდა გაზარდა როგორც შემოსავლები, ასევე შესაძლოა მოგვცა შეგვიმცირებია ვალის მაჩვენებელი, შეგვიმცირებია დეფიციტის მაჩვენებელიც. ფაქტიური მაჩვენებლებით ესე იგი 9.4% იყო რეალური ეკონომიკური ზრდა, 91 მილიარდ 892 მილიონ ლარამდე იყო ნომინალურ გამოხატულებაში მთლიანი შიდა პროდუქტი, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა 9.151 $9 შეადგინა. ინფლაციას რაც შეეხება, ინფლაციის მაჩვენებელი მოგეხსენებათ, ბოლო ორი წელი იყო უფრო ნაკლები ვიდრე მიზნობრივი ინფლაცია განსაზღვრული. გასულ წელსაც 1.9% იყო წლის ბოლოს ინფლაციის მაჩვენებელი, თუმცა 2024 წლის საშუალო მაჩვენებელმა 1.1% შეადგინა. ძირითადად და იყო მოხმარების ერთ-ერთი წარმმართველი მოხმარება იყო, მაგრამ რა თქმა უნდა საგარეო სექტორს ჰქონდა საკმაოდ დიდი წილი ეკონომიკურ ზრდაში, მათ შორის ვაჭრობის ნაწილს თუ ვიღებთ, გასულ წელს ვაჭრობამ შეადგინა 23 მილიარდ 485 მილიონ $-მდე, ჯამში იყო 8.3%, საგარეო ვაჭრობის ზრდის მაჩვენებელი, აქედან ექსპორტი იყო 6 მილიარდ 560 მილიონი $, 7.8%-ით მეტი, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი მას შეადგინა 16 მილიარდ 924 მილიონი $. 8.5% იქნა იმპორტი გაზრდილი. საქმებრუნვაში ევროკავშირის წილი იყო 22%, 5 მილიარდ 180 მილიონ $-მდე იყო ევროკავშირთან ვაჭრობა, შემდეგ მოდის თურქეთი 13.8%-ით და შემდეგ რუსეთი 10.8%-ით, შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები 9.4% და ჩინეთი 8.2%. რაც შეეხება საგარეო სექტორის მეორე მიმართულებას, ეს არის ტურიზმი. ტურიზმში ჩვენ გასულ წელს ჰქონდა ზრდა როგორც ვიზიტორებში, ასევე ფულის შემოდინებაში ტურიზმიდან 6.456.000 ვიზიტორი იყო ჯამში გასულ წელს საქართველოში. უშუალოდ ტურისტული ვიზიტორების რაოდენობა იყო 5.91.000, დაახლოებით 9%-იანი ზრდა არის წინა წელთან შედარებით, ხოლო რაც შეეხება უშუალოდ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ნაწილში, გასულ წელს მივიღეთ 4 მილიარდ 425 მილიონი $, რაც 7.3%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით, თუმცა თუ შევადარებთ პანდემიამდე ნიშნულს, აქ რაოდენობაში ტურისტული ვიზიტორების რაოდენობა არის 100%, 100.2%, თუმცა ფულის შემოდინება გაზრდილია 35%-ით, 2019 წელთან მიმართებაში 135.4%-ია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები საქართველოს ეკონომიკაში. რაც შეეხება შემდეგი არის წმინდა ფულადი გზავნილები, რომელმაც
შემცირება, რომელზეც შემცირება ქონდა გასულ წელს, დაახლოებით 21%-ით შემცირდა და შეადგინა 2 მილიარდ 993 მილიონი დოლარი. ეს შემცირება სრულად გაკავშირებულია რუსეთის ფედერაციიდან გადმოიცული ტრანსფერების შემცირებაზე. მოგეხსენებათ 2023 წელს იყო მაღალი. ეს ტრანსფერები 22 წელს მეორე ნახევრიდან დაიწყო და 23 წელს იყო მაღალი, თუმცა 24-ის მეორე ნახევრიდან დაუბრუნდა უკვე იმ დონეს, რაც იყო ომამდე პერიოდის დონე და შემდგომ კიდევ უფრო დაიკლო. დღეს თუ შევხედავთ, ომამდე პერიოდზე უფრო ნაკლებია ყოველთვიური ტრანსფერების მოცულობა. ნუ რუსეთის გარდა სხვა ქვეყნებიდან გვაქვს და ფულადი გზავნილების, როგორც არის იტალია, ისრაელი, გერმანია, ყველა ამ ქვეყნიდან არის მნიშვნელოვანი ზრდა ფულადი ტრანსფერების. ინვესტიციებს რაც შეეხება პირდაპირ რიცხოვნ ინვესტიციები მილიარდ 338 მილიონი დოლარი იყო გასულ წელს. ნუ გაერთიანებული სამეფო იყო ყველაზე დიდი ინვესტორი 458 მილიონი დოლარი, შემდეგ მალტა 175 მილიონი დოლარი და ნიდერლანდები 151 მილიონი დოლარით. ნუ საფინანსო სექტორი იყო, საფინანსო სადაზღვევო სექტორი ყველაზე დიდი, სადაც განხორციელდა ინვესტიციები 526 მილიონი დოლარი იყო ჯამში ამ მიმართულებით. რაც შეეხება ბიუჯეტის უშუალოდ ნაერთი ბიუჯეტის პარამეტრებს, გასულ წელს ჩვენ შემოსავლების სახით მივიღეთ ნაერთ ბიუჯეტში 25 მილიარდ 722 მილიონ ლარზე მეტი, რაც დაგეგმილი მაჩვენებლის 100.4%-ია. მათ შორის საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებელმა შეადგინა 23 მილიარდ 290 მილიონი ლარი, დაგეგმილი მაჩვენებლის 100.1% და ნუ ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ 2 მილიარდ 557 მილიონ ლარამდე იქნა დაბრუნებული დღე-დღე ზედმეტობის სახით გასული წლის განმავლობაში. პრივატიზაციაც მაღალი მაჩვენებელი იყო, 559 მილიონ ლარზე მეტი იყო პრივატიზაციიდან, 111.8 მილიონი ლარი იქნა მობილიზებული და ნუ ამ დამატებითმა შემოსავლებმა და რაც ეკონომიკური ზრდის ხარჯი გაზრდილმა ნომინალურად კლინიაში და პროდუქტმა მოხდა შესაძლებლობა გასულ წელს ვალის მაჩვენებელი, ფაქტიური მაჩვენებელი ნაცვლად 36.8%-ისა, რაც პროგნოზი იყო გაკეთებული, შეგვემცირებინა 36.1%-მდე. ამავდროულად დეფიციტის მაჩვენებელი, რაც კანონით არის დადგენილი ზღვარი 3% დადგენილია ერთიან ბიუჯეტზე, პროგნოზი ჰქონდა 2.4%, თუმცა ფაქტიური მაჩვენებელმა შეადგინა 1.9%, ხოლო ნაერთი ბიუჯეტის შემთხვევაში, როდესაც ვიყენებთ უკვე სავალუტო ფონდთან შეთანხმებულ მეთოდოლოგიას, ეგრეთ წოდებული მოდიფიცირებული დეფიციტის მაჩვენებელი იყო დაგეგმილი 2.5%-ის მაგალითად 2.4%. რაც შეეხება უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილში, აქაც როგორც შემოსავლების მხარე, ასევე ხარჯვითი ნაწილი გვაქვს გადაჭარბებით შესრულებული. შემოსავლების შესრულება არის 100.6%. ჯამური შემოსულობების შესრულება არის 100.1%. აქ სახეებათაც მოგახსენებთ, გადასახადები 20 მილიარდ 196 მილიონი ლარი იყო, 100%-იანია შესრულების მაჩვენებელი, გრანტები 335 მილიონ ლარზე მეტი იყო და 126% გვაქვს შესრულება, სხვა შემოსავლების შემთხვევაში მილიარდ 316 მილიონი ლარი და 103%-ია შესრულების მაჩვენებელი. პრივატიზაცია სახელმწიფო ბიუჯეტის წილი იყო 301 მილიონ ლარზე მეტი და აქაც 100%-ზე მეტია შესრულება, სესხების დაბრუნების ნაწილში 354 მილიონი ლარი იყო და 115%-მდეა შესრულების მაჩვენებელი და რაც შეეხება ვალების ნაწილში, ვალის აღება დაფარვის ნაწილში გასულ წელს საშინაო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით მივიღეთ მილიარდ 521 მილიონი ლარი, საინვესტიციო კრედიტების ათვისებამ შეადგინა მილიარდ 411 მილიონი ლარი, ხოლო საბიუჯეტო დახმარების სახით მიღებულმა კრედიტებმა 327 მილიონი ლარი. ვალის მომსახურებასა და დაფარვას რაც შეეხება, საგარეო წყაროებზე მიმართეთ მილიარდ 957 მილიონი ლარი, ხოლო საშინაო ვალების მომსახურება დაფარვაზე 794 მილიონი ლარი. რაც შეეხება უშუალოდ ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, მოგეხსენება ჩვენ ქონდა შარშან მაღალი ეკონომიკური ზრდა, დამატებითი შემოსავლები, ამიტომ წლის ბოლოსკენ ჩვენ მეოთხე კვარტალში ბიუჯეტის ცვლილებებით დაახლოებით 900 მილიონი ლარით გავზარდეთ ხარჯვითი ნაწილი ბიუჯეტის, ჯამში შეადგინა 25 მილიარდ 930 მილიონი ლარი, ოდნავ მეტი იყო ხარჯვა, 100.1% იყო საკაცო შესრულება და შეადგინა 25 მილიარდ 956 მილიონი ლარი და თუ შევხედავთ უწყებების კუთხით, განსაკუთრებით სამინისტროების შემთხვევაში ვნახავთ, რომ ყველა უწყებას აბსოლუტურად არა მხოლოდ აგრეგირებული მაჩვენებელია, არამედ პროგრამების დონეზეც შესრულება აქვს საკმაოდ
კარგი, რამდენიმე სამინისტროზე მოგახსენებთ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 3 მილიარდ 901 მილიონი ლარი იყო შესრულება, საკაცო შესრულება 104.1%, ჯანდაცვის სამინისტრო 8 მილიარდ 891 მილიონ ლარზე მეტი და 100.2%, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2 მილიარდ 564 მილიონი ლარი 100.8%, კულტურის და სპორტის მიმართულებით 526 მილიონ ლარამდე იყო და 100.6%. რაც შეეხება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აქ ჯამური ათვისება იყო 757.4 მილიონი ლარი, 102.1%-ია ჯამური შესრულების მაჩვენებელი, თუმცა თქვენ კომიტეტისთვის ალბათ უფრო მნიშვნელოვანია ის პროგრამები, რომელიც უკავშირდება უშუალოდ აგრარულ საკითხებს, სოფლის მეურნეობის მიმართულებას და აქაც ჩვენ ვნახავთ, რომ საკმაოდ კარგია შესრულების მაჩვენებელი, დავიწყოთ სუსათის უნებლობის მიმართულებით 104.1%-ია შესრულება, 64 მილიონზე მეტია ათვისება, მევენახეობაში 72 მილიონ ლარზე მეტი და 99%-ზე მეტია შესრულების მაჩვენებელი, სოფლის მეურნეობის დარგში სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა 102.4%, 8 მილიონ ლარზე მეტია ათვისება, ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი რაც არის ერთიანი აგროპროექტი, სადაც თავმოყრილია ის პროგრამები, რომელიც სოფლის მეურნეობის ხარდაჭერი სხვადასხვა მიმართულებებია, ჯამში ათვისებული იქნა 391 მილიონ ლარზე მეტი, 100% 99.9%-ია აქაც შესრულების მაჩვენებელი და მათ შორის თითოეული პროგრამას რო გავყვეთ, აქაც შესრულება არის მაღალი, რაც შეეხება მელიორაციის მიმართულებით 73 მილიონ ლარზე მეტია აქ შესრულება და აქაც 97.3%-ია შესრულების მაჩვენებელი. ასე რომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორც ჯამურად აგრეგირებულ მაჩვენებლებში, ასევე სამინისტროს კუთხით და აგრარული პროგრამების მიმართულებით შესრულება იყო მაღალი. ყველა ის დაგეგმილი პროექტი, რაც ჰქონდა პროგრამა 2024 წლის განმავლობაში სრულად იქნა დაფინანსებული და არსად რაიმე შეფერხება ამ ეტაპზე არ ჰქონია. დიდი მადლობა, თუ კითხვებია, რა თქმა უნდა, მზად ვარ გიპასუხოთ. დიდი მადლობა ბატონო გიორგი. კოლეგებო, კითხვები ხომ არ გაქვთ? პირველ რიგში მინდა აღნიშნო, რომ თითქმის ყველა მიმართულებით ბიუჯეტი გადაჭარბებით არის შესრულებული. მათ შორის გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში. ერთადერთი საკითხი, ახლა თქვენ ახალი გუნდი ხართ, ასე ვთქვათ. ახალი ენერგიით, ახალი შემართებით, მე ხა ხშირი ურთიერთობა მაქვს ბატონ დავით სონღოლაშვილთან. მას ძალიან კარგი გამოცდილება აქვს. ზოგადად თავის ცხოვრების ეტაპზე გავლილი და მათ შორის პარლამენტში დიდი ხნის მანძილზე საქმიანობდა, იყო კომიტეტის ხელმძღვანელი დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის და შესაბამისად ეს მიმართულებები ძალიან კარგად ესმის ჩვენთან რაც შემოდის, ესე იგი ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ მე ვხედავთ, რომ არის ხოლმე ცვლილებები მუხლებში და ეს როგორც ამას სტატისტიკა გვიჩვენებს, ძირითადად ხდება უკვე წლის ბოლოს ის აუთვისებელი თანხები მე შემდგომში გადადის უკვე სხვა პროგრამების დასაფინანსებლად. მინდა უბრალოდ შენიშვნის სახით მოგცეთ, რომ მივაქციოთ დაგეგმვას ყურადღება, რომ თავიდანვე უკვე მკაფიოდ გქონდეს ჩვენ განსაზღვრული და მე წლის ბოლოს არ მოგვიწიოს ცვლილებები და ეს ხარჯები იყოს თავიდანვე მიზანმიმართული და შესაბამისად კონტროლიც მათ ათვისებაზე და შემდგომში იმპლემენტაციაზე. ეს საკითხი მექნებოდა, ხა მე არ ჩამოყვები, მაქვს მე რამოდენიმე მიმართულება, რამოდენიმე მუხლი. სხვადასხვა მიზეზი ხშირ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს ობიექტური მიზეზებია, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ უკვე ახალი მინისტრის პირობებში ამ მიმართულებასაც მაქსიმალური ყურადღება მიექცევა. სხვა მინდა მადლობა გადაგიხადოთ როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების ნაწილში, ისევე სხვა სამინისტროებს ხარჯვით ნაწილში ეს პროგრესი ყველაფერი სახეზეა და ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება მიმდინარეობს შეუქცევად და ინტენსიურ რეჟიმში. დიდი მადლობა ჩვენ კენჭს უყრით, რომ ახლა ამ შემთხვევაში ჯერ პირველ საკითხზე ვართ და შესაბამისად მინდა კენჭის ღრაზე დავაყენო სად არის ჩემი დღისთვის. პირველი საკითხი, მადლობა ბატონო გიორგი, ასეთი ამომწურავი ინფორმაციისთვის.
მეგობრებო, მინდა კერძის ხრაზე დავაყენო საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში. მომხრე წინააღმდეგი არ ყავს. მადლობა დიდი. გადავიდეთ მეორე საკითხზე, ბატონო. დიდი მადლობა. მეორე საკითხი ეხება უკვე მომავალ გეგმებს, ანუ იმ პარამეტრებს, რაზედაც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მთელი ზაფხულის განმავლობაში ჯერ იმისათვის რომ შევიმუშაოთ ბიუჯეტის პროექტი და შემდგომ უკვე 1 ოქტომბერს თქვენ წინაშე წარმოვადგინოთ და უკვე საშემოდგომო სესიის ფარგლებში აქტიურად ვიმუშაოთ 2026 წლის ბიუჯეტის ჩამოყალიბებაზე. ამ პარამეტრებზე არის ეს პარამეტრები წარმოდგენილია თქვენ წინაშე. მნიშვნელოვანი ცვლილებები წინა პროგნოზებთან შედარებით არ გვაქვს, გამომდინარე იქიდან რომ ჯერ 4 თვეა გასული წლევანდელი წლის დაწყებიდან, გასულ წელს ჩვენ 2025 წლის ბიუჯეტი დავგეგმეთ 6%-იან ეკონომიკურ ზრდაზე. პირველი 4 თვის მაჩვენებლები იძლევა საშუალებას რომ გადაიხედოს პროგნოზი და 8.8%-ია 4 თვის წინასწარი შედეგი, თუმცა ჩვენ აქტიურად ვშევლობდით ამ საკითხზე, მაგრამ ამ ეტაპზე ეკონომიკური პროგნოზების გადახედვა არ მიზანშეწონილია, ვინაიდან ჯერ 6 თვის მონაცემებიც არ გვაქვს და რეალურად როგორ გაგრძელდება წლევანდელი წელი ამისი გადახედვა შეიძლება პროგნოზი გავაკეთოთ, თუმცა ბიუჯეტის დაფუძნება ახალ პარამეტრებზე არ იქნება სწორი. შესაბამისად შენარჩუნებულია წლევანდელი წელს 6%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და ეს 6%-იანი ზრდის მაჩვენებელი სულთან ხვედრაშია ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ პროგნოზთან, სავალუტო ფონდს ჰქონდა კომიტეტის დაწყებამდე ბრიფინგი და მათ უფრო მაღალი პროგნოზი დადეს 7.3% განსაზღვრეს წლევანდელი წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, თუმცა ბიუჯეტს ამ ეტაპზე მაინც ტოვებთ 6%-იან ეკონომიკურ ზრდაზე. შევხედავთ 6 თვის შედეგებს და ამის შემდეგ შეიძლება გადავხედოთ უკვე როგორც პროგნოზებს, ასევე ბიუჯეტის მაჩვენებლებსაც. რაც შეეხება მომდევნო წლებში ჩვენ 5.2% გვაქვს საშუალოდ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და ეს თანხმედრაშია როგორც სავალუტო ფონდის ასევე სხვა საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებთან, ანუ შეიძლება ითქვას რომ ცოტა კონსერვატიულია, მაგრამ ბიუჯეტის დაფუძნება პირველ ეტაპზე ჯობია ისეთ პარამეტრებზე, რომელიც სადაც რისკი ნაკლები გვექნება შემდგომ რაიმე შეუსრულებლობის. მეორე პარამეტრი რაც არის ინფლაცია, ინფლაციის მაჩვენებელი წელს დაუახლოვდა მის მიზნობრივ მაჩვენებელს და ახლობით 2.8%-ის ფარგლებშია საშუალო ინფლაცია პირველი 4 თვის განმავლობაში. შესაძლებელია წელს ოდნავ მაღალი იყოს მიზნობრივ მაჩვენებელზე, თუმცა საშუალოვადიან პერიოდში შენარჩუნებული გვაქვს მიზნობრივი მაჩვენებელი, რაც არის 3%. ბიუჯეტის დეფიციტი ჩვენ მომდევნო წლებში საშუალოდ 2.5%-ზე გვექნება შენარჩუნებული, რაც გვაძლევს საშუალებას შევინარჩუნოთ ვალის კლებადი ტენდენცია და ყოველწლიურად ვალის მაჩვენებელი იქნება შემცირებული. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი მოქმედებს, რა თქმა უნდა, ჩვენს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტზეც, გასულ წელს საკმაოდ კარგი შედეგი ჰქონდა 4.9%, წელსაც დაახლოებით მაგის ფარგლებში ველოდებით 4.4-4.5%-ის ფარგლებში და მომდევნო წლებში ეტაპობრივად იქნება შემცირებული და 4%-დან ახლოს გვექნება სავარაუდოდ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. თათო პროგრამაშიც არის ნახსენები, ჩვენი მოლოდინი და პროგნოზები ასახავს, რომ დაახლოებით 40 მილიარდ ლარს მიაღწევს ბიუჯეტი 2028 წლისთვის, 29 წელს რა თქმა უნდა მეტი იქნება. რაც შეეხება უშუალოდ სამინისტროების მიხედვით, რა თქმა უნდა ჯერ განსაზღვრული არ არის, ან როდესაც ამ პარამეტრებზე გვექნება თქვენგან თანხმობა, უკვე დავიწყებთ მთავრობის შიგნით სამინისტროებთან კონსულტაციებს და უკვე სექტემბრისთვის გვექნება ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი, რომლის განხილვასაც აქტიურად თქვენთან ერთად დავიწყებთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, განსაკუთრებით ძირითადი მიმართულებები მინდა აღნიშნო. ხა მოგეხსენებათ, რომ სოფლის მეურნეობას მთავრობის მხრიდან სადღაც 2013 წლიდან ექცევა განსაკუთრებული ყურადღება. გვაქვს ჩვენ რამოდენიმე მიმართულება, რომელიც დაიწყო 13 წელს და დღესაც გრძელდება და ასევე მე შემდგომში დაემატა სხვა მიმართულებები, მაგრამ ფაქტობრივად არც ერთი დაწყებული პროგრამა ბოლომდე დასრულებული არ გვაქვს. ეს ბუნებრივიცაა, რომ ბევრი საქმეა საკეთებელი სოფლის მეურნეობის მიმართულებით, მაგრამ
მაინც მე მინდა კითხოთ სამინისტროს ხედვა მაინტერესებს, იმიტომ რომ როგორც ეგან აღნიშნე, ბატონ დავითთან ახლა მე ხშირი კომუნიკაცია მაქვს, ჯერ კიდევ მისი პარლამენტში ყოფნის დროს, როგორც აგრარულ საკითხთა კომიტეტი, ასევე დარგობრივი კომიტეტი ხშირად ვაყენებდით საკითხებს იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც არის დარგში და ვფიქრობთ, რომ და მისი ხედვაც არის, რომ აი ახალი პროგრამები, კიდევ ახალი ხედვები არის დამატებით საჭირო. ზოგიერთი პროგრამა შეიძლება უკვე ჩავთვალოთ, რომ ან მოძველდა, ან თავის მიზანს რაღაცა ეტაპამდე მიაღწია, მაგრამ მისი განვითარების პერსპექტივა და კიდევ ამ პროგრამაში ჩართვა შეიძლება მოსკლებულიც იყოს და ეს პროგრამა რომ ჩავანაცვლოთ უფრო ახალი ეფექტური ხედვით და ეფექტური მიდგომით, მიმაჩნია რომ გაცილებით მიზანშეწონილი იქნება. თქვენ ხომ არ შეგიძლიათ ბატონო ლაშა პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ ახალი თანამდებობა პირველად ესწრებით ჩვენი კომიტეტის ხდომას და მინდა წარმატებები გისურვოთ და თუ შეიძლება ორი სიტყვით გითხარით. სანამ ბატონ ლაშა დაიწყოს ეს კომენტარს გავაკეთებ თუ შეიძლება. ბატონ ლაშასთანაც გქონდა კომუნიკაცია, თუმცა ეს არის ფინანსთა მინისტრისთვის მნიშვნელოვანი, რომ ეფექტურობა გავზარდოთ თითოეული ხარჯვის ნაწილის. ამიტომ ჩვენ გქონდა კომუნიკაცია სამინისტროსთან, ჩვენ დავიწყეთ არსებული პროგრამების შეფასება და ვცდილობთ, რომ გარკვეული ნაკლოვანებები თუსადმე არის ვიპოვოთ და ეს ნაკლოვანებები ისეთი მოდიფიცირება გავაკეთოთ პროგრამების, რომელიც უფრო მეტ ეფექტს მოიტანს და უფრო მეტ ბენეფიციას შეეხება საბოლოო ჯამში. ახალ პროგრამებზე და იმაზე ხედვას ბატონ ლაშა მოგახსენებთ, თუმცა აი ამ მიმართულებით უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა. მადლობა. დიდი მადლობა, მოგესალმებით კიდევ ერთხელ ყველას. სუსტი წერტილი რამდენიმე გვაქვს. პირველ რიგში მონიტორინგის საკითხი. ძალიან გვიჭირს რეალურად გავავლოთ ხაზი დახარჯულ თანხასა და მიღებულ შედეგებს შორის. ეს პირველი აუცილებლად გასაკეთებელი იქნება. რაც შეეხება თვითონ პროგრამების მოდიფიკაციას, თქვენ ნამდვილად მართალი ბრძანეთ. დიდი ხანია რაღაცები მიდის, ასე ვთქვათ რა და ტექნოლოგიები ვითარდება თავისი გზით, ეს სოფლის მეურნეობაც თავისი გზით ვითარდება და აი ეს ძველი პროგრამები რამდენად ემსახურება ამ ახალ მიზნებს, მაგისი რევიზიის პროცესში ვართ. ხა ერთი რამ ცხადია, რაზეც ყალიბდებით, რომ უფრო მეტი აქცენტი ცოდნაზე და ტექნოლოგიების შემოტანაზე და ასე ვთქვათ, მეტ ახალისებაზე უნდა იყოს და აქ რაღაცა რეზერვები ოპტიმიზაციის თვალსაზრისით გამოჩნდება და მაგაზე მალე მოგახსენებთ, სულ რაღაც რამდენიმე კვირა გვჭირდება, რომ ზაფხულის განმავლობაში ინტენსიურად ვიმუშაოთ და ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესოდ განვაახლებთ პაკეტს. გვაქვს ასევე მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ემსახურება დღეს არსებული პროგრამები იმ განვითარების ამოცანებს, როგორც ფინანსური ინსტრუმენტები. შეგვიძლია მაგ თვალსაზრისითაც დავხვეწოთ, რომ უფრო მარტივი და ქმედითი გახდეს თვითონ თანხების გაცემის პროცესი. მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ამ მონიტორინგის აუცილებლობას, მაგაში ჯერჯერობით ვიჭედებით, მაგრამ გამოვასწორებთ მაგასაც იმედი მაქვს. მადლობა. კეთილი, ძალიან ოპტიმისტური სიტყვები ბრძანეთ ახლა თქვენ და ძალიან ყურსაცესი ამონა და მიხარია ასეთი მიდგომა და ხედვა. ჩვენ ქონდა კომიტეტს რამოდენიმეჯერ მცდელობა შენიშვნის სახითაც მივწერეთ სამინისტროს. ძალიან მნიშვნელოვანია კიდე შეფასების ინდიკატორები. ესე იგი, ჩვენ ვიხილავთ ბიუჯეტის შესრულებას, ხედავთ, რომ გადაჭარბებით არის შესრულებული, მაგრამ აი ამ გადაჭარბების შესრულებამ რა ეფექტი გამოიწვია და რამდენად მიზანმიმართულად დაიხარჯა ეს თანხები, აი ამ ცხრილებში ჩვენ ეს არ ჩანს. თუნდაც თქვენი უწყებები, ხო, აი რამოდენიმეჯერ მქონდა მე თუნდაც ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან მიმართებაში, ასევე სხვებთან მიმართებაში, რომ კი ბატონო, მუხში გვიწერია, რომ პოპულარიზაციას ხმარდება რაღაც გარკვეული თანხა, მაგრამ ამ თანხამ რა შედეგი გამოიღო, რა ეფექტი მივიღეთ? ის ადეკვატურია ის თანხა დაუშვათ იმ შედეგთან, რაც ქონდა ჩვენ დაგეგმილი და ამიტომ მე გთხოვდით, რომ შემდგომში უფრო აი ამ მიმართულებით ვიმუშაოთ. მარტო ბიუჯეტი კი არ გავწეროთ, თქვათ, არამედ ინდიკატორებიც დაურთოთ თან, რომ საბოლოო ჯამში მიზანი რა გვაქვს, სად უნდა გავიდეთ, რა შედეგებზე უნდა გავიდეთ და საბოლოო ჯამში რა უნდა მივიღოთ. მე მიმაჩნია, რომ თქვენი გუნდი სწორედ ეწევა ბევრჯერ ვახსენე უკვე ახალი მინისტრიც, თქვენც კიდევ სხვა უწყების ხელმძღვანელი პირები, ვინც ახალად მიხვედით მაგ სამინისტროში.
იმედი მაქვს, რომ შესაბამისი ხედვით, ცოდნით და გამოცდილებით უფრო ახალ ფურცელს გადაშილით ამ სამინისტროს საქმიანობაში. ორმესი მადლობა. კენჭი უნდა უყაროთ, ხო? საკითხსაც ვინ არის მომხრე? წინააღმდეგი არ ყავს. დიდი მადლობა. თუ გაქვთ კითხვა ან სურვილის გამოთქმა, გინდათ? მე მოგესალმებით პირველ რიგში და მინდა წარმატებები გისურვოთ ამ ახალ პოზიციაზე, რომელზეც ხართ ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება გაქვთ და შესაბამისად მინდა გისურვოთ წარმატებები ძალიან ბევრი და ერთი რამ მინდა ვთქვა ბატონ გიორგის მიმართვა და ფინანსთა სამინისტროს მიდგომაზე, მე ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი მიდგომაა, გამომდინარე იქიდან, რომ ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მიუხედავად ოპტიმისტური პროგნოზებისა, მაინც მინიმალური რისკის შემცველი პროგნოზით გეგმავენ ბიუჯეტს და აი ეს ნათქვამი რაც გვიმძანით იმასთან დაკავშირებით, რომ კიდევ რამოდენიმე თვე დააკვირდებით, როგორ იქნება შესრულება და შემდგომ შეიძლება გადაიხედოს უკვე ბიუჯეტი, ეს ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი მიდგომაა და პრაქტიკული მიდგომაა და არის ორიენტირებული იმაზე, რომ ბიუჯეტი არა ქაღალდზე, არამედ რეალურად შესრულებაზე იყოს და ამ მიმართულებით თქვენ პრობლემა პრინციპში არც არასოდეს არ გქონიათ და ძალიან საინტერესო და ის არის მისასალმებელია რა. პრაქტიკულად მიდის ეს პროცესი და ძალიან კარგია ეს. მინდოდა მეთქვა. თავი ვერ შევიკავე მაგრამ. დიდი მადლობა. მადლობა კოლეგებოს, კომიტეტის ხმა დასრულებული.